მოგესალმებით. მე ვარ ნუგრი შოშიაშვილი და ვაგრძელებ სოფლიო ისტორიის ლექციების ჩატარებას. უნდა ითქვას ესეთი რაღაცა, რომ ცოტა შევცვალე, დავაკვირდი ბოლო ორ ლექციას და მივხვდი, რომ ადამიანებს უფრო მოწონთ ფართოდ გაშლილი ლექციები, ვიდრე მოკლედ. მე მქონდა ეგვიპტე, დინასტიამდელი ეგვიპტის შესახებ ლექცია, წინა ლექცია, რომელსაც მაინც და მაინც დიდი ნახვები არ ქონია, მაგრამ იმ რატომ არ ქონდა, იმიტომ რომ იყო მოკლე რაღაცნაირად და არ იყო ისეთი, როგორიც იყო პირველი ნაწილი, ანუ ცილოთის დაბადება და იქ აბსოლუტურად რაღაცა საკმაოდ ფართედ გავშალე თემები. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეხლა უფრო მეტად აი სისტემურ ანალიზისთვის ანალიზს გავაკეთებ ბრინჯაოს ხანის და კონკრეტულად შევეხები ბრინჯაოს ხანის სოფლიო სისტემურ ანალიზს. რა არის სოფლიო სისტემური ანალიზი? ალბათ ძალიან ბევრს პირველად სმენია მსგავსი რაღაცის შესახებ. ის დაკავშირებულია ისეთ მოაზროვნესთან, როგორიც არის იმანუელ ვალერშტაინი. მაგრამ როგორ შეიქმნა ზოგადად ეგ სოფლიო სისტემური ანალიზი, ხო? მოდი დავიწყოთ ამით ჯერ, მოდი თეორიული ჩარჩოთი დავიწყოთ, რა არის ეს და მერე უკვე გადავიდეთ ზოგადად ბრინჯაოს ხანაზე. სოფლიო სისტემური ანალიზი არ დაბადებულა მშვიდობიან აკადემიურ კაბინეტში. მისი წარმოშობა პირდაპირ უკავშირდება 1968 წლის გლობალურ პროტესტებს, კერძოდ კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტურ ამბოხს. ახალგაზრდა სოციოლოგმა იმანუელ ვალერშტაინმა სტუდენტებთან დიალოგისას დასვა ფუნდამენტური კითხვა. როდესაც თქვენ ებრძვით სისტემას, ზუსტად რას გულისხმობთ მასში? საიდან გაჩნდა ის და რა არის ანალიზის ის ჭეშმარიტი ერთეული, რომელთა საზოგადოება უნდა გამოვიკვლიოთ? ვალერშტაინის მთავარი მეთოდოლოგიური რევოლუცია მდგომარეობს შემდეგში. პირველი, უარი ნაციონალურ სახელმწიფოებრივ კონცეფციას. მე-19 საუკუნეების ისტორიოგრაფია სამყაროს აღწერდა ცალკეულ სახელმწიფოების ან ეთნოსების ჭრილში. მაგალითად, საფრანგეთის ისტორია, ეგვიპტის ისტორია. ვალერშტაინმა აჩვენა, რომ ცალკეული სახელმწიფოები არ არის თვითკმარი სისტემა. და მეორე, ანალიზის ახალი ერთეული, სოფლიო სისტემა. საზოგადოებრივი განვითარების შესასწავლად მთავარი ერთეული არის შრომის დანაწილებით დაკავშირებული ფართო სივრცობრივი ქსელი, რომელიც აერთიანებს მრავალ კულტურას, ეთნოსსა და პოლიტიკურ ერთეულს. ვალერშტაინის თეორიული სიაძირკველი ეფუძნება ფრანგულ ანალების სკოლის ლიდერის, ფერნანდ ბროდელის სახელს. განსაკუთრებით მის ფუნდამენტურ ნაშრომს, ხმელთაშუაზღვისპირეთი ფილიპე მეორის ეპოქაში. ბროდელმა შემოიღო სამი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ცნება. პირველი, ხანგრძლივი დროის პერსპექტივა. ისტორია არ არის მხოლოდ პოლიტიკური მოვლენები, მოკლე დრო, მოვლენათა პენოგრაფია. ისტორიის ღრმა ფუნდამენტური შრეები იცვლება საუკუნეების მანძილზე. ეს არის გეოგრაფიული, კლიმატური და სტრუქტურული ეკონომიკის დონე. მეორე, სოფლიო ეკონომიკა. ეს არ ნიშნავს აუცილებლად მთელ დედამიწას, გლობალურ ეკონომიკას. ეს არის გარკვეული გეოგრაფიული რეგიონი, რომელიც ფუნქციონირებს როგორც ერთიანი ეკონომიკური ორგანიზმი. მესამე, იდეოლოგიის ეთნოსის გადალახვა. ბროდელმა აჩვენა, რომ მე-16 საუკუნის ხმელთაშუაზღვისპირეთში, მიუხედავად სასტიკი რელიგიური და პოლიტიკური ომებისა, ოსმალეთის იმპერია, მუსლიმები, ესე ვთქვათ, versus ესპანეთი და ვენეცია, ანუ ქრისტიანები, ისინი ცხოვრობდნენ ერთ ეკონომიკურ სივრცეში. პომიდორი, ხორბალი, აბრეშუმი, ვერცხლი და მეკობრეობა ცირკულირებდა მთელ აუზში. ვაჭრობა ცდება რელიგიურ და პოლიტიკურ საზღვრებს. ნებისმიერ სოფლიო სისტემა, იქნება ეს ბრინჯაოს ხანა, ანტიკორობა თუ თანამედროვე კაპიტალიზმი, შედგება სამ ძირითად იერარქიულ ზონისგან. პირველი ესა პერიფერია, მეორე ესა ნახევრად პერიფერია, ხოლო მესამე არის ცენტრი, ანუ ბირთვი. ესე იგი პერიფერია ეს არის ნედლეული იაფი შრომა, ნახევარ პერიფერია ეს არის შუამავალი სამხედრო ფორპოსტები და ცენტრი ეს არის ტექნოლოგია, კაპიტალი და ელიტა. დავიწყოთ ახლა თითოეულის განხილვა. ცენტრისთვის რა არის დამახასიათებელი? დამახასიათებელია მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვე, რთული ბიუროკრატიული და ადმინისტრატიული აპარატი, მაღალი ტექნოლოგიური პროდუქტიულობა თავის ეპოქისთვის. ეხლა რა ფუნქციები აქვს მაგ ცენტრს? ცენტრში თან დგავს ნედლეულს პერიფერიიდან გადაამუშავებს მას, ახორციელებს შრომის მასობრივ ორგანიზებას და ექსპორტზე გაქვს მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქცია, მაგალითად ტექსტილი, მზა-იარაღი, საკულტო საგნები და ასე შემდეგ. ესე იგი, როგორია პერიფერია, რა ახასიათებს მას? ეს არის დაბალი სოციალური სტრატიფიკაცია, სუსტი სახელმწიფოებრივი სტრუქტურები, როგორიცაა ტომობრივი გაერთიანებები, ბელადობა და ასე შემდეგ. რა ფუნქცია აქვს მას? ეს არის ექსპორტზე ორიენტირებული ნედლეულის მოპოვება.
მეტალი, ხეტყე, ბეწვი ან სოფლის მეურნეობის ვიწრო სპეციალიზაცია. პერიფერია ხდება დამოკიდებული ცენტრის მოთხოვნაზე, რაც ხშირად იწვევს მისი ადგილობრივი ეკოლოგიისა და სოციალური სტრუქტურის დესტაბილიზაციას. ხა როგორია ნახევარპერიფერია? მისი მახასიათებლებია შუალედური ზონა ცენტრსა და პერიფერიას შორის. მისი ფუნქცია გადამცემი მექანიზმებია. ესენი არიან საოჭრო შუამავლები, სატრანსპორტო კვანძები ან სამხედრო ფორტპოსტები, მაგალითად მიკენური საბერძნეთი ან მოგვიანებით ურარტუ. ისინი იცავენ საოჭრო მარშრუტებს, ახდენენ საქონლის აკუმულაციას და ხშირად ფლობენ მაღალ სამხედრო პოტენციალს. სოფლიო სისტემურ ანალიზში კაფიოდ მიჯნავენ ორ ცნებას. პირველი ეს არის სოფლიო იმპერია, სადაც ერთი პოლიტიკური ცენტრი სამხედრო ძალით აკონტროლებს მთელ ეკონომიკურ სივრცეს და რენტას იღებს ხარკის სახით, მაგალითად როგორიც იყო რომის იმპერია, ძველი ჩინეთი და ასე შემდეგ, და მეორე სოფლიო ეკონომიკა, სადაც არ არსებობს ერთიანი პოლიტიკური ცენტრი. არსებობს მრავალი კონკურენტული სახელმწიფო თუ პოლიტიკა, მაგრამ ისინი გაერთიანებული არიან ერთიან ბაზრით, გაცვლითი ქსელებით და შრომის დანაწილებით. ბრინჯაოს ხანის პირველი ფაზა, დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით მე-12 საუკუნეები, არის სწორედ სოფლიო ეკონომიკა. მესოპოტამია, ეგვიპტე, ხეთების სამეფო, მიკენი, ინდის ხეობა და სკანდინავიის ბელადები არ ექვემდებარებოდნენ ერთ იმპერატორს, მაგრამ ისინი იყვნენ ერთიან გლობალურ ეკონომიკური ორგანიზმის ნაწილი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბრინჯაოს ხანაზე, ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ იზოლირებული ტომები, რომლებიც თავად გამოქვაბულებსა თუ პატარა სოფლებში ჩაკეტილები ცხოვრობდნენ. სადაც ბრიტანეთში მოპოვებული სპილენძი გვხვდება ეგვიპტეში ან შუამდინარეთში, ხოლო დანიელი ბელადები ეგვიპტური ჭურჭლით სვამენ ღვინოს. ამ სისტემის გასაგებად ჩვენ უნდა მივატოვოთ თანამედროვე საზღვრები და შეხედოთ რესურსები, საქონლისა და ადამიანების დიდ ნაკადებს. ბრინჯაო როგორც მასალა, სპილენძსა და კალის შენადნობი, ჩვეულებრივ 90-1000 შეფარდებით. ძველ წელთაღრიცხვით მე-20 საუკუნემდე ბევრად ადრე ცნობილი იყო. თუმცა ათასწლეულების განმავლობაში ის ატარებდა ექსკლუზიურად სასახლის ელიტურ ხასიათს. გერმანელი და სკანდინავიერი არქეოლოგების მიერ ჩატარებულმა ტრასოლოგიურმა კვლევამ, რაც ნიშნავს ძვლებზე მიკროსკოპულ ნაჭრებისა და კვალის ანალიზმა, რომელიც ძველი სამზარეულოს ნარჩენებითაა მოპოვებული, გამოაშკარავა განსაცვიფრებელი ფაქტი. ძველი წელთაღრიცხვით მე-20 საუკუნემდე ახლო აღმოსავლეთსა და ლევანტშიც კი, სადაც ცივილიზაციის უდიდესი ცენტრები არსებობდა, სამზარეულოსა და საცხოვრებელი ჭრის 90% კვლავ ქვის დანებით ხორციელდებოდა, როგორც იყო კვიცი, ობსიდიანი და ასე შემდეგ. ამის მიზეზი არის ის, რომ ქვის იარაღის დამზადების ტექნოლოგიას ათასწლოვანი ტრადიცია ჰქონდა და უზომოდ იაფიჯდებოდა. ბრინჯაოს ხვლები, საზეიმო ჯამები და სამკაულები მხოლოდ მეფეთა სამარხებსა და ტაძრების საგანძურში ინახებოდა. სიტუაცია რადიკალურად იცვლება ძველი წელთაღრიცხვით მე-20 საუკუნიდან. ტრანსოლოგიური სურათი ზუსტად საპირისპირო ხდება. ნაჭრების 90% უკვე ლითონის პირზე მიუთითებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ბრინჯაო გამოვიდა სამეფო კარიდან და გახდა მასობრივი, ყოველდღიური მომხმარების პროდუქტი. ამას კი ესაჭიროებოდა ნედლეულის, როგორიცაა სპილენძი და კალა, უპრეცედენტო ინდუსტრიული მასშტაბების მოპოვება და ტრანსპორტირება. აქ ვაწყდებით უმთავრეს გეოგრაფიულ პარადოქსს, რომელმაც პირველი მსოფლიო სისტემის ჩამოყალიბებას უბიძგა ხელი. ცივილიზაციის ცენტრები აღმოჩნდნენ რესურსულ ვაკუუმში. მესოპოტამიას, ევფრატისა და ტიგროსის აუზს და ეგვიპტეს ნილოსის ხეობას ჰქონდა გიგანტური აგრარული პოტენციალი. ნოყიერი შაბნარი და ტალახი იძლეოდა წელიწადში რამდენიმე ოხ მოსავალს, როგორც იყო ხორბლის, ქერის და სელის, მაგრამ ამ რეგიონს ჰქონდა მხოლოდ ტალახი და ლერწამი. იქ არ მოიპოვებოდა მეტალი, სპილენძი, კალა, ოქრო და ვერცხლი, საშენი ქვა, როგორც იყო გრანიტი, მარმარილო და სტრატეგიული ხეტყე. ლიბანური კედრი, რომელიც აუცილებელი იყო სასახლებისა და ტაძრების დიდმასშტაბიან გადახურვისთვის. იმისთვის, რომ მესოპოტამიურ ქალაქ-სახელმწიფოებს იარსებათ და განვითარებულიყვნენ, მათ აუცილებლად უნდა მოეხდინათ თავიანთი აგრარული სიჭარბის, როგორც იყო ხორბალი, ზეთი, ტექსტილი, კონვერტაცია და სტრატეგიულ ნედლეულში, რომელიც მათთან ათასობით კილომეტრის დაშორებით ბარბაროსულ პერიფერიაში იყოფებოდა, მათი გაცვლა. თანამედროვე კაპიტალისტურ მსოფლიო სისტემაში, რომელიც მე-16 საუკუნიდან ჩამოყალიბდა და თანამედროვე ხასაც ჩვენ ვცხოვრობთ, ტექნოლოგიური ინოვაცია მოდის ცენტრიდან, როგორიცაა დასავლეთი, შემდეგ უკვე იაპონია და მიედინება პერიფერიებისკენ. ბრინჯაოს ხარაში კი სურათი სრულიად საპირისპირო იყო. ბევრი ტექნოლოგია კი პირიქით პერიფერიიდან შევიდა ცენტრში. მაგალითად, ამას უწოდებენ ტექნოლოგიურ დიფუზიას, ხო?
პირველი ეს იყო ცხენის მოშინაურება და საბრძოლო ეწლების გამოგონება. ეს ცენტრში არ გამოუგონიათ. მეორე, კილერიანი საზღვაო გემების მშენებლობა. ესაც პერიფერიის გამოგონება იყო. რთული მეტალურგიული ჩამოსხმისა და მაღაროების ტექნოლოგიები. სხვათა შორის ამ მიმართულებით საქართველო იყო ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონი, რომელიც ამარაგებდა ნედლეულით ღარიბ, ესე იგი, ცენტრს. ამიტომ არის რომ ჩვენთან უამრავი ესე იგი მაღაროა აღმოჩენილი და პრინციპში ქართული ძველი ქალაქის სახელმწიფოები, ქალაქები ეს იყო დიდი სახელოსნოები, რომელიც ამარაგებდა პერიფერიის ცენტრს. ანუ ეს იყო ნახევრად, ეს იყო პერიფერია, რომელიც ამარაგებდა ცენტრს. და ქონდა ცენტრთან მიმართებაში განვითარებული მეტალურგია. აი, ზემოთ ჩამოთვლილი ყველაფერი ინერგებოდა არა მესოპოტამიის ბარში, არამედ ომობრივ პერიფერიაზე. ევრასიულ სტეპში, კავკასიაში, ანატოლიაში, ცენტრალურ აზიასა და ეგეოსის აუზში. ცენტრმა, როგორც იყო მესოპოტამია და ეგვიპტე, საკუთარი დემოგრაფიული სიმჭიდროვითა და მატერიალური სიმდიდრით შექმნა გიგანტური ეკონომიკური მოთხოვნა, რომელმაც სტიმული მისცა ამ პერიფერიულ ტექნოლოგიებს მოეხდინათ მთელი ეპოქის ტრანსფორმაცია. რატომ არჩია ცენტრის სახელმწიფოებმა ვაჭრობა და არა მარტივი დაპყრობა? პასუხი რდეს სამხედრო ლოგისტიკაში. ბრიტანელი სოციოლოგის მაიკ მალნის ნაშრომში წარმოდგენილია ძველი სამყაროს არმიების გადაადგილების ზუსტი მათემატიკური გაანგარიშება. არმიის რადიუსი, წყლის მარაგი ექნებოდა ჯარისკაცის ტვირთმწეობა თუ ასე შემდეგ, ეს ყველაფერი იყო გამოთვლილი. უდაბნოსა და მშრალ კლიმატში ყოველ მეომარს თან უნდა ეტარებინა წყლის ბურდუკი. ძველი მესოპოტამიური ან ეგვიპტური არმია, როდესაც სცილდებოდა მდინარის აუზს, იძულებული იყო ეზიდებინა საკუთარი წყალი. მაქსიმალური მანძილი, რისი დაფარვას ჯარს შეეძლო, ბრძოლის უნარად ხსევამდე იყო 3 დღის სავალი. სწორედ ამის გამო ჩამოყალიბდა კანონზომიერება, რომელიც ისტორიკოსმა ვილიამ მაკნილმა შემდეგნაირად ჩამოაყალიბა. ციტირებ: იმ ტერიტორიების გაძარცვა და დაპყრობა, რომლებიც ზედმეტად შორს მდებარეობდნენ სამხედრო ლოგისტიკის შეზღუდვის გამო, შეუძლებელი გახდა. შესაბამისად, ის რესურსები, რისი წარსულობით ძალით არ შეგიძლია, იძულებული ხარ იყიდო ბაზარზე. ამ ლოგისტიკურმა ბარიერმა შვა სრულიად ახალი სოციალური კლასი, შორ მანძილზე მოვაჭრე პროფესიონალები და წარმოქმნა საერთაშორისო სავაჭრო ინფრასტრუქტურა. წარმოიდგინეთ პარადოქსი. მსოფლიოში ყველაზე მდიდარი და ხალხმრავალი იმპერიები სრულიად უძლური იყვნენ იმის გამო, რომ მათ მიწაზე არ მოეპოვებოდათ სპილენძისა და კარის არც ერთი ნატეხი. რა კი მათი არმიები უდაბნოში წყლის ბურდუკების წონით იყვნენ შეზღუდულები, ძალისმიერი დაპყრობა გამორიცხული იყო. შედეგად ძველ წელთაღრიცხვის მე-20 საუკუნეში კაცობრიობამ გააკეთა უდიდესი არჩევანი. ომის ლოგისტიკურმა შეუძლებობამ შვა გლობალური ვაჭრობა. თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე კაისერიასთან ახლოს მდებარე ბორცვი კულტეპე არქეოლოგიის ისტორიაში ოქროს ასოებითაა ჩაწერილი. ძველ წელთაღრიცხვით მე-18 საუკუნეებში აქ ყვაოდა ძველი ასურული საოჯრო კოლონია. აკადემიურ ენაზე ამ კოლონიას ჰქვია კარუმ კანიში. ძველ წელთაღრიცხვით 1850-იან წლებში ადგილობრივ ანატოლურ სამეფოებს შორის მომხდარი სასტიკი სამხედრო კონფლიქტის დროს ეს დიდარი საოჯრო ქალაქი მოულოდნელად გადაწოდა განადგურა მტერმა. ქანაში აღარასდროს აღდგენილა თავის პირვანდელი სავაჭრო ფუნქციით. ხანდარმა და ნანგრევებმა ზუსტად ისე დააკონსერვა მე-19 საუკუნის ყოველდღიური ბიზნეს ცხოვრება, როგორც ვეზუვის ფერფლმა რომაული პომპეი. ქანაში არ ყოფილა პატარა ფორპოსტი. დასახლების ფართობით და მოსახლეობით 30,000-დან 35,000-მდე ადამიანი აღწევდა, რაც მე-19 საუკუნისთვის გიგანტური მეგაპოლისი იყო. ქანაში მდებარეობდა ასურეთის მაშინდელ დედაქალაქიდან, აშურიდან 1100 კილომეტრის დაშორებით. ეს არ არის ის მილიტარისტული სასტიკი ასურეთის იმპერია, რომელიც მოგვიანებით ძველ წელთაღრიცხვის პირველ 1000 წლებში გაჩნდება. მე-19 საუკუნის აშური არის ოლიგარქიული საოჯრო რესპუბლიკა, სადაც მმართველი პატრიციატის საგვარეულოები მართავენ საერთაშორისო საოჯრო ჰოლდინგებს. დაახლოებით ისე როგორც მოგვიანებით რენესანსის ხანაში იყო ვენეცია და ფლორენცია. აშურიდან ანატოლიისგან წელიწადში რამდენჯერმე მოძრაობდა 500-დან 1500-მდე სატვირთო ვირისგან შემდგარი გიგანტური კარავანი. ასეთ კარავანებს გადაჰყავდათ ასობით მეკარავნე. ხოლო ვირებისთვის ყოველდღიურად საჭირო იყო 8 ტონა სასმელი წყალი და შესაბამისად საკვები მარაგი, რაც მოითხოვდა კარგ ორგანიზებულ კარავნების ქსელს. ძიმე ორმებისა და ტვირთების გადასაზიდად
რთულ რელიეფზე იჭრებოდა ორი პარალელური ღარი, რომლებიც ივსებოდა ქვის ხარჭით. ეს ქმნიდა პროტორკინიგზების ეფექტს. იცავდა მძიმე დატვირთულ თვლებსა და ღერძებს გატეხვისგან. მდინარეებზე აგებული ხიდები საგანგებოდ კონტროლდებოდა და დაცული იყო შეერაღებული პატრულების მიერ. უსაფრთხოების ეს ინდუსტრია ფინანსდებოდა საოჯრო ტრანზიტზე, დაწესებული საგზაო გადასახადებით. არქეოლოგებმა ქანაში აღმოაჩინეს 20,000-ზე მეტი ლურსმული თიხის ფირფიტა. არქივების უმეტესი ნაწილი გაშიფრვა ჰარვარდის უნივერსიტეტის დანიელმა ასიროლოგმა, გოიკო ბარიმოვიჩმა. ამ ფირფიტებმა დაამსხვრია მითი იმის შესახებ, რომ ლურსმული დამწერლობა მხოლოდ ტაძრის ქურუმთა და სასახლის ბიუროკრატთა საიდუმლო პრივილეგია იყო. არქივები შეიცავს კერძო ბიზნეს კორესპონდენციას, თამასუქებს, სასამართლო ოქმებს, საქორწინო კონტრაქტებს და სესხის ხელშეკრულებებს. ფირფიტებიდან ირკვევა, რომ აშურში დარჩენილი საოჯრო ოჯახების ქალები არამხოლოდ წერა-კითხვის მცოდნეები იყვნენ, არამედ დამოუკიდებლად მართავდნენ საწარმოო ხაზებს. ისინი ხელმძღვანელობდნენ ტექსტილის მასობრივ წარმოებას, დოკუმენტების დასტურდება, რთული ფინანსური ინსტრუმენტების არსებობა, რთული პროცენტი, აკრედიტივების პროტოტიპები და დაზღვევა საოჯრო რისკების წინააღმდეგ. ქანაშის кейსი იძლევა ბრწყინვალე ილუსტრირებას, ფერნანდ ბროდელის მიერ ჩამოყალიბებულ ფუნდამენტურ თეორიულ დოქტრინებზე. თავისუფალი ბაზარი არ უდრის კაპიტალიზმს. ბაზარი ეს არის თვითორგანიზებული სტიქიური სივრცე, სადაც წარმოებლები და მომხმარებლები ცვლიან საქონელს ადგილობრივ დონეზე. კაპიტალი ეს არის ბაზრის მონოპოლიზაცია და კონტროლი. ეს არის დისტანციური ვაჭრობა, სადაც მსხვილი ოლიგარქიული სახლები ფლობენ ინფორმაციულ და ლოგისტიკურ უპირატესობებს. აშურელი ვაჭრები ქანაში არ ახორციელებდნენ უბრალოდ ბაზრობას. ისინი ახდენენ ფასს შორის განსხვავებებზე მანიპულაციას. ისინი აშურში იაფად ყიდულობდნენ ტექსტილსა და ცენტრალურ აზიიდან მოტანილ კალას, ხოლო ქანაში ყიდნენ მას ოქროსა და ვერცხლის კოლოსალურ მარაჟზე. ხშირად 100%-იანი ან 200%-იანი მოგებები იყო. ქართველი გადამყვიდველები, რომელიც დღეს ჩვენ ესე გვექცევიან, თურმე მარტო ქართველები არ ყოფილან, ეს ყოფილა ამ ვაჭართა ფენის, ესე თქვათ, კაპიტალისტურ, პროტოკაპიტალისტურ ფენის მახასიათებელი. როდესაც ჩვენ ქანაშიც გათხრილ თიხის კონვერტებს ხსნით, ჩვენ თვალწინ იშლება არა 3900 წლის წინანდელი გაქვავებული ისტორია, არამედ სრულიად თანამედროვე, დინამიკური ბიზნეს სამყარო. ცოლები აშურიდან ქვებს ქანაში წერდნენ ტექსტილის ბაზარზე ფასების ვარდნის შესახებ. საოჯრო სახლები ითვლიდნენ ვირების კვების ხარჯებსა და საგზაო გადასახადებს, ხოლო ოლიგარქები ახდენენ კალის მონოპოლიზაციას. ეს იყო ეპოქა, სადაც წერა-კითხვა და ფინანსური აზროვნება გახდა პირველი გლობალური ეკონომიკური ძრავა. ბრინჯაოს ხანის უმთავრესი საწარმოო საიდუმლო მდგომარეობდა იმაში, რომ ხარისხიანი ბრინჯაოს მისაღებად საჭირო იყო 90% სპილენძისა და 10% კალის ზუსტი შენადნობი. სპილენძი ბუნებაში შედარებით ხშირად ხვდება, მაგრამ კალა, ბრინჯაოს ხანის ურანი ან ლითიუმი უაღრესად იშვიათი წიაღისეულია. ახლო აღმოსავლეთისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ცენტრებს კალის მისაღებად ორი გიგანტური გეოგრაფიული ვექტორის გამოყენება უწევდათ. პირველი ეს იყო აღმოსავლეთ ვექტორი, აზიური კალა. კალის უმდიდრესი საბადოები მდებარეობდა ზერავშანის ხეობაში, თანამედროვე უზბეკეთისა და ტაჯიკეთის და ბაქტრია მარგიანას არქეოლოგიურ კომპლექსში. აქედან კალა 1000 კილომეტრის დაშორებით ირანის პლატოს გავლით აღწევდა მესოპოტამიამ და მეორე, დასავლეთ ვექტორი, ევროპული კალა. ევროპაში კალის ძირითადი წყარო იყო კორნოული, სამხრეთ-დასავლეთ ინგლისი, უელსი და ერცგებერგი. ბადნეული ალთა მთები გერმანია ჩეხეთის საზღვარზე. ბრიტანული კალა ატლანტიკის სანაპიროებისა და ევროპული მდინარეების რონა დუნაის გავლით ჩადიოდა ხმელთაშუა ზღვაში. სპილენძის მოპოვებაში მკაფიოდ გამოიკვეთა ბაზრის ტრანსფორმაცია და საზღვაო ტექნოლოგიების გავლენა. ადრეულ ეტაპზე მესოპოტამია სპილენძს იღებდა მაგანიდან, თანამედროვე ომანის სასულთნო და არაბთა გაერთიანებული საამიროები. აქ სპილენძის მადანი ზედაპირზევე შიშვლდებოდა. ტრანსპორტირება ხდებოდა სპარსეთის ყურით, ბუნებრივი ასფალტით, მესოპოტამიური ნავთობის მძიმე ფრაქციებით, დამუშავებული ლერწმის მყარი გემებით. საზღვაო ნავიგაციისა და კილარიანი აფრიანი გემების განვითარებამ ბაზინა გამოდევნა ომანური სპილენძი. კვიპროსმა თავისი გეოგრაფიული მდებარეობითა და დიდარი საბადოებით მოახდინა სპილენძის ბაზრის მონოპოლიზაცია. კვიპროსული სპილენძი მიუხედავად რთული საზღვარგარეთული ლოგისტიკისა, ბევრად იაფი და კონკურენტუნარიანი გახდა. ძველი წელიწადის მე-14 საუკუნის ბოლოს თანამედროვე თურქეთის ნაპირებიდან, რომელიც დღეს ქაშის რეგიონია,
ჩაიძირა სავაჭრო ხომალდი, ულუბურუნისი. ულუბურუნის არქეოლოგიურმა გათხრებმა წყალქვეშა არქეოლოგიებს მისცა ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის გლობალური ეკონომიკის უნიკალური ნიმუში. გემის ტვირთი წარმოადგენდა ნამდვილ საერთაშორისო ატლასს. 10 ტონა კვიპროსული სპილენძი, 1 ტონა აზიური ევროპული კალა, 155 მინის ზოდი, სამეფო ლურჯი და მეწამული ფერის მესოპოტამიური ქანაანური წარმოშობით, ავღანური ლაზურიტი და ბალტიური იანტარი, ეგვიპტური სპიროსა და ჰიპოპოტამის ძვლები, ოქროს სამკაულები, მათ შორის დედოფალ ნეფერტიტის ოქროს ბეჭედი, ქანაანური დოქები, რომლებიც სავსე იყო ტერებენთის ფისით, ღვინითა და ზეთისხილის ზეთით. გემზამყოფი პირადი ნივთების მიუხედავად, ეკიპაჟი და შეერაღებული დაცვა შედგებოდა მიკენურ ბერძნებისგან, ქანაანელებისგან, ხეთებისგან და ბალკანური დაქირავებული მეომრებისგან. ეს იყო მცურავი მსოფლიო სისტემა. კავკასია და მისი მიმდებარე არეალი ბრინჯაოს ხანაში არ ყოფილა იზოლირებული ზონა. კავკასიაში ვაზის ადრეულმა დომესტიკაციამ და კერამიკულმა ტექნოლოგიებმა განაპირობა ღვინის როგორც პრესტიჟული სასმელის ექსპორტის სამხრეთით. ხვალ არაქსის დამახასიათებელი შავპრიალა ჭურჭელი აღმოჩენილია სირიაში, ლევანტსა და პალესტინაში. ჩრდილოეთ კავკასიის მაიაკოპურ სამარხებში რუსი არქეოლოგების მიერ ჩატარებულმა მიკროსკოპულმა და ქიმიურმა ანალიზმა გამოავლინა ინდური ბამბის ქსოვლის მიკრონაწილაკები. ბამბა, რომელიც ინდის ხეობიდან მოდიოდა ძველი წელთაღრიცხვით მესამე-მეორე ათასწლეულში უკვე აღწევდა კავკასიამდე. რაკი ავღანური ლაზურიტი უზომო ძვირი ჯდებოდა შორმანძილებზე ტრანსპორტირების გამო ნახევარპერიფერიულ ცენტრებში, მაგალითად მიკენში, ტრუაში, მასობრივად დაიწყო ლურჯი მინის პასტის წარმოება. ეს იყო ბრინჯაოს ხანის ყალბი ფუფუნება, რომელიც ვიზუალურად ბაძავდა ნამდვილ ლაზურიტს და ხელმისაწვდომი იყო ნაკლებად მდიდარი ელიტისთვის. როდესაც ულუბრუნოს ჩაძირო ხომალდს ვუყურებთ, ხვდებით, რომ ბრინჯაოს ხანის ადამიანი ბევრად უფრო გლობალიზებულ სამყაროში ცხოვრობდა, ვიდრე ეს მე-19 საუკუნის ისტორიკოსებს წარმოედგინათ. ბალტიური იანტარი, ავღანური ლაზურიტი, ინდური ბამბა, კვიპროსული სპილენძი და კავკასიური ღვინო ხდებოდა ერთ საზღვაო თუ სახმელეთო კვანჩში. ეს იყო სამყარო, სადაც ერთ რეგიონის რესურსული წყვეტა იწვევდა კრიზისს ათასობით კილომეტრის დაშორებით. ამერიკელი ანთროპოლოგის ტიმოთი ირლისა და დანიელი არქეოლოგის კრისტიანსენის ფუნდამენტურმა კვლევამ აჩვენა, თუ როგორ ჩაერთო სამხრეთ სკანდინავია ევრაზიულ მსოფლიო სისტემაში ძველ წელთაღრიცხვით მე-18-მე-19 საუკუნეებში. დანის ტერიტორიაზე არ მოიპოვებოდა სპილენძისა და კალის საბადოები. იმისთვის, რომ ადგილობრივი ელიტას მიეღოთ ბრინჯაოს ხმლები, სულები და სადღესასწაულო ნივთები, რაც ძალაუფლებისა და სოციალური სტატუსის უმთავრესი სიმბოლო იყო, მათ უნდა უზრუნველყოთ საგარეო სავაჭრო ბალანსი. ადგილობრივმა ბელადებმა დაიწყეს ორი ძირითადი რესურსის მასობრივი მობილიზება. ჩრდილოეთის ოქრო, რომელზეც გიგანტური მოთხოვნა იყო ხმელთაშუაზღვისპირეთში, და მეორე, სხვილფეხა რქოსანი პირუტყვის პროდუქტები. დანის ტერიტორიაზე ჩატარებულმა არქეოზოოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა მკვეთრი ცვლილება შინაური ცხოველების ძვლოვან მასაში. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ძველი წელთაღრიცხვით მეორე ათასწლეულის სამარხებსა და დასახლებებში ძროხების ძვლები ეკუთვნოდა 8 წელზე უფროსი ასაკის დედლებს. ხორციცვის საქონელს კლავენ ახალგაზრდა ასაკში, როდესაც პირუტყვი 1 ან 2 წლისაა. 8 წლამდე ძროხის შენახვა ნიშნავს ერთადერთ რამეს, მასობრივ მერძევეობას. რძე მალე ფუჭებადი პროდუქტია. იმისთვის, რომ ის საექსპორტო გამოდგეს, მას გადაამუშავებენ დამარილებულ ყველსა და ერბო კარაქში. ტვირთავდნენ ტყავის ტორმებში და დუნაის სატრანსპორტო არტერიით აგზავნიდნენ სამხრეთით, ცენტრალური ევროპისა და ბალკანეთის მიმართულებით. მასობრივმა მერძევეობამ და ექსპორტზე ორიენტირებულმა ეკონომიკამ გამოიწვია ლანდშაფტის გიგანტური ტრანსფორმაცია. არქეობოტანიკოსებმა დანიურ ტორფანარებში აღმოჩენილი ხის ტვრის ანალიზით დაადგინეს, რომ ძველი წელთაღრიცხვის მე-15-მე-14 საუკუნეებში დანიაში მასობრივად გაჩეხეს და გადაწვეს საუკუნოვანი ტყეები, რათა გაეჩინათ გიგანტური საძოვრები ძროხების ჯოგებისთვის. ეს საფარის განადგურებამ გამოიწვია ნიადაგის მასობრივი ეროზია. ჩრდილოეთის ზღვის ქარებმა დაიწყეს ქვიშის დიუნების წარნელება შიდა ტერიტორიაზე. შედეგად ძველი წელთაღრიცხვის მე-14-მე-13 საუკუნეებში დანიის ეკოსისტემა დეგრადირდა. საძოვრები გამოიფიდა და რეგიონმა განიცადა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი. ტყეები სკანდინავიაში მხოლოდ ბრინჯაოს ხანის კოლაფსის შემდეგ მომდევნო 1000 წლის განმავლობაში აღდგა. საოჭრო ნაკადებმა და ექსპორტმა სკანდინავიაში შექმნა მკვეთრად იერარქიული საზოგადოება. დანიაში აღმოჩენილი მდიდარი სამარხები აჩვენებს სოციალურ ელიტას, რომელიც შემოსილი იყო ძვირფასი ტექსტილით, ატარებდა ბრინჯაოს სამკაულებს და ხმლებს.
ჩრდილოეთ გერმანიაში მდინარე ტოლენზეს ხეობაში ჩატარებულმა გათხრებმა გამოავლინა ბრინჯაოს ხანის უდიდესი სამხედრო შეტაკება. ჩონჩხების დნმ-ისა და იზოტოპურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ბრძოლაში მონაწილეობდა 4000-დან 5000-მდე მეომარი. ბრძოლა მოხდა სტრატეგიულ ხიდთან, მდინარის გასასვლელთან, სადაც გადიოდა სავაჭრო მარშრუტი. ძვლების სწრაფვები აჩვენებს, რომ ესენი არ იყვნენ უბრალო ფერმერები. ეს იყო ბრინჯაოს იარაღით, შვილდებით და ცხენებით აღჭურვილი პროფესიული სამხედრო კასტა, რომელიც აკონტროლებდა სავაჭრო არტერიებს. დანიური ამბავი გვიჩვენებს გლობალიზაციის ყველაზე დრამატულ მხარეს. შორეულ სამხრეთის მოთხოვნამ ბრინჯაოზე აიძულა ჩრდილოეთის ბელადები მთელი თავიანთი ეკოსისტემა ძროხების საძოვრად ექციათ. შედეგად მივიღეთ ისტორიაში პირველი დოკუმენტალური ეკოლოგიური კატასტროფა. ნიადაგის დეგრადაცია და შეიარაღებული ელიტის აღზევება, რომელიც ტოლენზეს ხეობაში სავაჭრო ხიდების ხელში ჩასაგდებად სისხლისმღვრელ ომებს მართავდა. მესოპოტამიურ ეგვიპტური ცენტრის უმთავრესი უპირატესობა პერიფერიასთან შედარებით არ ყოფილა იარაღის ხარისხი. როგორც ნახეთ, იარაღსა და ეტლებს ხშირად პერიფერიაზე იგონებდნენ. მათი მთავარი ძალა იყო დემოგრაფიული სიმჭიდროვე და შრომის რადიკალური ახალი ორგანიზება. ევფრატის, ტიგროსისა და ნილოსის აულური ნიადაგი ირიგაციულ სისტემასთან კომბინაციაში იძლეოდა წელიწადში 2-3 უხ მოსავალს. აგრარული სიჭარბე იძლეოდა საშუალებას გამოეკვებათ 10,000-ობით ადამიანი, რომლებიც უშუალოდ სოფლის მეურნეობაში არ იყვნენ დასაქმებული. ესენი იყვნენ ადმინისტრატორები, მწერლები, მშენებლები, მჭედლები და განსაკუთრებით ტექსტილის მუშაკები. რაში ცვლიდა ცენტრი პერიფერიის ოქროს, სპილენძს, კალათსა და ხე-ტყეს? პასუხი მარტივია: მასობრივი წარმოების მზა პროდუქტებში, უპირველეს ყოვლისა კი ტექსტილში. ჩიკაგოს უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის გილ სტაინის კვლევამ აღმოსავლეთ ანატოლიასა და ჩრდილოეთ მესოპოტამიაში გამოავლინა შრომის გლობალური დანაწილების გასაოცარი სურათი. ანატოლიის მთებში, სადაც მიწათმოქმედება ჭირდა, მოსახლეობა მასობრივად მისდევდა მეცხოველეობას. არქეოლოგებმა ამ რეგიონში ზედაპირულად აღმოაჩინეს 1000-ობით თისისტარის გორგოლაჭი. ეს რაოდენობა ასჯერ აღემატება ადგილობრივი მოხმარების საჭიროებას. ნართი და მარტყლი გაჰქონდათ მესოპოტამიაში, სადაც ცენტრალიზებულ სახელმწიფო სახელოსნოებში 1000-ობით ქალი და მონა მუშაობდა. მესოპოტამიურ არქივებში შემორჩენილია ქარხნული უწყისები, სადაც დეტალურად არის აღრიცხული 100-ობით ქალისგან შემდგარი ბრიგადები, რომელთაც ყოველდღიურად ეძლეოდათ ფიქსირებული საკვები, ქერი, ზეთი, ლუდი, ქსოვილის გარკვეული მეტრაჟის დამზადების სანაცვლოდ. ტექსტილი მსოფლიო სისტემაში ასრულებდა იმავე როლს, რასაც მე-19 საუკუნეში ინგლისში ბამბის ქსოვილი. ის იყო მსუბუქი, ადვილად ტრანსპორტირებადი, მაღალი დამატებითი ღირებულებების მქონე პროდუქტი. ბრინჯაოს ხანის განვითარებულ ეტაპზე პირდაპირი ნატურალური გაცვლა, ანუ ბარტერი, უკვე ვეღარ აკმაყოფილებდა გლობალურ ვაჭრობის მასშტაბებს. ცენტრში იბადება ფინანსური აბსტრაქცია და პროტოფული. იმის მიუხედავად, რომ მონეტები ჯერ არ არსებობდა, ისინი მხოლოდ ძველ წელთაღრიცხვით მე-7 საუკუნეში ლიდიაში გაჩნდა. ვერცხლი გახდა საყოველთაო საზომი. ვერცხლს ასხამდნენ გარკვეულ წონის ზოდებად, ან ჭრიდნენ პატარა ნაჭრებად. ვაჭრობისაც ვერცხლს წონიდნენ. გაჩნდა წონის საერთაშორისო ერთეული, რომლებიც აღიარებული იყო მთელ მსოფლიო სისტემაში. ეს იყო სეკელი, 8.3 გრამი, მინა 70 სეკელი, ანუ 500 გრამი და ტალანტი 70 მინა, 30 კილოგრამი კაცის მიერ ასაწევი მაქსიმალური ტვირთი. სწორედ ამ ეპოქაში ვითარდება საბუღალტრო ანგარიშგება, რთული პროცენტის განანგარიშება და ფერმის მასალების კოლექტიური აბსტრაქტული ცნებები. შედეგად მესოპოტამია და ეგვიპტე გახდა არაუბრალოდ ძველი სამეფოები, არამედ მსოფლიო ეკონომიკური, ფინანსური და ინდუსტრიული ცენტრები. მათ ხელში იყო ინფორმაციული მონოპოლია, წერა-კითხვისა და ბუღალტერიის ინსტიტუტები, მზა პროდუქციის მასობრივი წარმოება, ტექსტილი, კერამიკა, ზეთები, ფინანსური კაპიტალი, ვერცხლისა და მარცვლეულის გიგანტური რეზერვი, რომლებიც ცეცხებად გაიცემოდა. ამ სისტემამ მიარსება რამდენიმე საუკუნე, სანამ ძველ წელთაღრიცხვით მე-12 საუკუნეში არ წაწყდა გლობალურ სისტემურ კატასტროფას, რომლებაც მთელი ეს არქიტექტურა ერთიანად ჩამოშალა. როდესაც მესოპოტამიის ძლიერებაზე ვფიქრობთ, თვალწინ ხშირად გრანდიოზული ზიკურათები ან მეფეთა ქანდაკებები გვიდგება. მაგრამ მათი ჭეშმარიტი ჰეგემონია იდგა 1000-ობით ქალის შრომაზე, რომლებიც სახელმწიფო სახელოსნოებში მასობრივად ქსოვდნენ ტექსტილებს და მწერლებზე, რომლებიც ვერცხლის სეკელებსა და ტალანტებს თიხის ფირფიტებზე ითვლიდნენ. ცენტრი მართავდა სამყაროს არა იმიტომ, რომ მეტალს მოიპოვებდა, არამედ იმიტომ, რომ მან შექმნა ისტორიაში პირველი საფინანსო და საწარმოო მანქანა. ამერიკელი არქეოლოგის ერიკ ლაინსის წიგნმა
რევოლუცია მოახდინა ბრინჯაოს ხანის ფინალის აქმაში. ძველი წელთაღრიცხვით მე-12 საუკუნის დასაწყისში, დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 1100-1150 წლებში, ხმელთაშუა ზღვისპირეთსა და ახლო აღმოსავლეთში თითქმის ერთდროულად განადგურდა ან კატასტროფულად დასუსტდა 7 გიგანტური ცივილიზაცია. ესენი იყვნენ ხეთების იმპერია, მიკენური საბერძნეთი, უგარატის სამეფო, მითანის სახელმწიფო ნაშთები, კვიპროსის ალაშიის სამეფო, კასიტური ბაბილონი, ძველი ეგვიპტის ახალი სამეფო, რომელმაც გაძლო, მაგრამ დაკარგა იმპერიული ძალაუფლება. კოლაფსი არ გამოუწვევია რომელიმე ერთ ბოროტ მტერს. ეს იყო სრულყოფილი შტორმი, მრავალი კრიზისული ფაქტორის ერთდროული დამთხვევა. პალეონოლოგიურმა, სცენარიული მტვრის და სტალაგმიტების ქიმიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ძველი წელთაღრიცხვით მე-13-მე-12 საუკუნეების მიჯნაზე აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში დაიწყო 300 წლიანი მშრალი და ცივი კლიმატური ციკლი. მოსავლიანობის კატასტროფულმა ვარდნამ გამოიწვია მასობრივი შიმშილი. გეოლოგიურმა მონაცემებმა დაადასტურა, რომ ძველი წელთაღრიცხვით 1225-1315 წლებში ეგეოსის ზღვიდან ლევანტამდე ტექტონიკური ნაპრალების გასწვრივ მოხდა ძლიერი მიწისძვრები მთელი რიგის სერია. რამაც დააგრია მიკენური და ხეთური სასახლეების ფორტიფიკაცია. რაკი ბრინჯაოს ხანის ეკონომიკა ჰიპერგლობალიზებული იყო, ერთი რეგიონის გაწყვეტა იწვევდა ჯაჭვურ რეაქციას. როდესაც უგარატი და კვიპროსი დაეცნენ, ცენტრმა შეწყვიტა კალისა და სპილენძის მიღება. ბრინჯაოს გარეშე დარჩენილი სამხედრო და აგრარული სექტორი პარალიზდა. ეგვიპტურ ტაძრებზე, კერძოდ რამზეს მესამის მედიანეთ აბუს რელიეფზე შემორჩენილია ზღვის ხალხების შემოჭრისა და საზღვაო ბრძოლების დრამატული გამოსახულებები. ტრადიციული ისტორიოგრაფია მათ აღწერდა როგორც უცნობ გარეშე ბარბაროსებს, თუმცა მსოფლიოს სისტემური ანალიზისა და თანამედროვე არქეოლოგიით სურათი სრულიად სხვაგვარია. ზღვის ხალხები, როგორებიც იყვნენ შერდანები, ფილისტიმები, ელესეტები, ეკვაშები, არ იყვნენ უცხოპლანეტელები. ესენი იყვნენ იმავე მსოფლიოს სისტემის ნახევარპერიფერიული ელემენტი, ეგეოსის, ბალკანეთისა და ანატოლიის სანაპიროს მოსახლეობა. საუკუნეების განმავლობაში ეგვიპტელი ფარაონები და ხეთი მეფეები მათ ქირავდნენ საოჭრო გზების დასაცავად და არმიებში საბრძოლველად. როდესაც კლიმატურმა კრიზისმა და შიმშილმა დაანგრია ცენტრის სახელმწიფოები, შეერაღებულად აქირავებულებმა, რომლებიც შიგნიდან იცნობდნენ საოჭრო მარშრუტებსა და ცენტრის სიმდიდრეს, იარაღით შეუწიეს თავიანთ ყოფილ პარტნიორებს. ისინი გახდნენ მიგრანტი რეიდერები, რომლებიც გადაწვეს ქალაქები და დაიწყეს ახალი ტერიტორიების ათვისება. ძველი წელთაღრიცხვით 1177 წლის კოლაფს მოჰყვა კაცობრიობის ისტორიაში პირველი დოკუმენტალური ბნელი საუკუნეები. მიკენოს საბერძნეთში გაქრა ბეხაზოვანი დამწერლობა, რადგან ის გამოიყენებოდა მხოლოდ სასახლის ბუღალტერიისთვის. სასახლეების დანგრევასთან ერთად გაქრა ბუღალტერიაც. ქალაქები დაიცალა, მოსახლეობა შემცირდა და საზოგადოება დაუბრუნდა ლოკალურ, ნატურალურ მეურნეობას. ძველი იმპერიების განადგურებამ გზა გაუხსნა ახალ ხალხებსა და სტრუქტურებს, ფინიკიელების საზღვაო ვაჭრობას, ებრაულ ტომობრივ გაერთიანებებს, ხოლო მოგვიანებით რკინის ხანის პოლიტიკურ მოდელებს. ძველი წელთაღრიცხვით 1177 წელი არის უდიდესი გაფრთხილება ისტორიიდან. ბრინჯაოს ხანის იმპერიებს სჯეროდათ, რომ მათი სიმდიდრე და გლობალური ქსელები მარადიული იყო. მაგრამ როდესაც კლიმატურმა კრიზისმა გაწყვეტდა მიწოდების ჯაჭვები, ხოლო პერიფერიის შეიარაღებულმა ცველებმა იარაღი ცენტრისკენ მიმართეს, მთელი ეს გრანდიოზული შენობა რამდენიმე ათწლეულში კარტის სახლივით დაინგრა. გლობალიზაცია იძლევა უდიდეს ეფექტურობას, მაგრამ ის ასევე ქმნის უდიდეს მოწყვლადობას. მსოფლიოს სისტემური ანალიზის პერსპექტივით, კაცობრიობის ისტორიამ ჩვენ რეგიონში, ევრაზიასა და აფრო-ევრაზიაში გაიარა 3 გიგანტური გლობალიზაციური ტალღა, სადაც კაფეოდ გამოიკვეთა იერარქიული დაყოფა ცენტრად, ნახევარპერიფერიად და პერიფერიად. პირველი, ეს არის ბრინჯაოს ხანის მსოფლიო ეკონომიკა. პირველი მოდელი, სადაც ცენტრი მესოპოტამია, ეგვიპტია და პერიფერია ბრიტანეთი, სკანდინავია, ცენტრალური აზია დაკავშირებული იყვნენ საერთაშორისო შრომის დანაწილებით და ნედლეულის გაცვლით. მეორე ფაზა, სადაც პოლიტიკურმა ცენტრმა სამხედრო ძალით მოახდინა მთელი ცნობილი ეკონომიკური სივრცის მონოპოლიზაცია და ადმინისტრაცია. ეს არის ანტიკური პერიოდი, რომის ხანა. და მესამე, ეს არის თანამედროვე კაპიტალისტური მსოფლიო სისტემა, რომელიც იწყება მე-16 საუკუნიდან, რომელიც აღმოცენდა გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქაში და მოიცვა მთელი მსოფლიო. ბრინჯაოს ხანის დინამიკა გვთავაზობს უმნიშვნელოვანეს სოციოლოგიურ გაკვეთილს. ცენტრის მიერ პერიფერიის ექსპლუატაცია და მილიტარიზაცია ადრე თუ გვიან შობს პერიფერიულ უკუზეწოლას ცენტრზე. ცენტრი პერიფერიიდან ქირაობს სამხედრო ძალას,
ნახევარპერიფერულ ტომებს დაქირავებულ საზღვაო მცველებს. აძლევს მათ ტექნოლოგიას, იარაღს, ცოდნას და გეოგრაფიულ ინფორმაციას. ამის შემდეგ იწყება უკუდარტყმა. როდესაც ცენტრში იწყება შიდა ინსტიტუციური, კლიმატური და ეკოლოგიური ყევები, ეს მილიტარიზირებული პერიფერია იქნებიან ესენი ძველი წელთაღრიცხვით მე-18 საუკუნის ზღვის ხალხები, მე-5 საუკუნის გერმანული ტომები რომის იმპერიაში და მე-20 საუკუნის ანტიკოლონიალური მიგრაციული ნაკადები, რომელსაც დღეს ხდება მე-21 საუკუნეში, ხო? იარაღს მიმართავს თვითონ ცენტრისკენ. თანამედროვე კრიზისოლოგები და ეკონომისტები ხშირად სწავლობენ ბრინჯაოს ხანის კოლაფს, როგორც მიწოდების ჯაჭვების მოწყალდობის კლასიკურ მოდელს. როდესაც საზოგადოება გადადის ვიწრო სპეციალიზაციაზე, როგორც დანიური მერძევეობის შემთხვევაში ვნახეთ, ის კარგავს თვითკმარობას. რაც უფრო რთული, ინტელექტუალური და ოპტიმიზირებულია გლობალური ქსელი, როდესაც კალა მოდის უზბეკეთიდან, სპილენძი კვიპროსიდან, ხოლო ტექსტილი მესოპოტამიიდან, მით უფრო ცნობიერია ის ცალკეული კვანძების გაწყვეტის მიმართ. ერთ რეგიონში წარმოქმნილ შოკმა შეიძლება გამოიწვიოს მთელი გლობალური არქიტექტურის კასკადური ჩამოშლა. ბრინჯაოს ხანის ისტორია არ არის მხოლოდ არქეოლოგიური ექსპონატები, ან თიხის ფირფიტებზე შემორჩენილი გაუგებარი ლურსმნული ტექსტები. ეს არის სარკე, რომელშიც ჩვენ ხედავთ საკუთარ თანამედროვეობას. ის გვახსენებს, რომ გლობალიზაცია, საერთაშორისო სავაჭრო და შრომის დანაწილება არ არის 21 საუკუნის გამოგონება. ის 4000 წლის წინაც არსებობდა. და რაც თავარია, ის გვასწავლის, არც ერთი ცივილიზაცია, არც ერთი იმპერია და არც ერთი გლობალური ეკონომიკური სისტემა არ არის დაზღვეული ჩამოშლისგან. თუკი ის ივიწყებს ეკოლოგიურ წონასწორობას, სოციალურ სამართლიანობას და თავისივე შექმნილ ქსელების მოწყალდობას. იმედია თქვენთვის საინტერესო იყო ეს ლექცია. მე წინა ლექციაზე კი თქვი, რომ შუაბდინარეზე უნდა ქონოდა ლექცია, მაგრამ გადავწყვიტე უფრო გლობალურად გამეშალა ეგ სურათი და მეჩვენებინა, რომ ესენი არ იყვნენ იზოლირებული მხარეები. ქართული ღვინო, რომელიც არის ერთ-ერთი უძველესი, გვახსენე კავკასიური, ანუ მტკვარ-არაქსის ღვინო, ხდება ჩვენ სირიაში, მესოპოტამიაში. და ხშირად ვფიქრობ იმაზე, რა თქმა უნდა, ეს არ არის შესწავლილი და ამას შესწავლა ჭირდება. ცენტრი, რომელსაც არ ქონდა ლითონი, რომელსაც არ ქონდა ეს მნიშვნელოვანი მეტალურგიული რესურსი, ქმნიდა პერიფერიაზე, ნახევრად პერიფერიაზე გარკვეულწილად სახელოსნოებს. და საქართველოს ამ შემთხვევაში, იმიტომაც არის ეს სახელოსნო, რომ მას, ესე იგი, ქონდა ის ცოდნები, რაც არ ქონდა ცენტრს. ითხარით, რომ ცენტრს არ ქონდა მთელი რიგი ცოდნები. საქართველოს როგორცაც იყო დიდი სახელოსნო და ეს სახელოსნო შედიოდა, ეს ქართული პროდუქცია შედიოდა ცენტრში. ну, ამდენად თანამედროვე ენაზე ვამბობ ქართული, იმიტომ რომ ის სხვა კულტურა იყო და კი შეიძლება ჩვენ უშუალოდ წინაპრები არიან ისინი, მაგრამ ну, მაინც თვითახმა ალბათ სხვა იქნებოდა მაშინ, ვიდრე ეს დღეს არის. მოკლედ, იმედია თქვენთვის საინტერესო იყო ეს გადაცემა. რა თქმა უნდა, რჩება პრობლემა, მიკროფონის პრობლემა რჩება და რჩება პრობლემა იმის, რომ აი მთელი რიგი ტექნოლოგიური რაღაცა ბაზა არ გამაჩნია. თუ სურვილი გაქვთ, რომ დამეხმაროთ მის, ესე იგი, ათვისებაში და შეძენაში მადლიერი დარჩები, თუ არა და უბრალოდ თუ გააზიარებთ ამ ვიდეოს და დაალაიქებთ, ესაც ჩემთვის დიდი პატივი იქნება. მადლობა, მოვალ შეხვედრამდე.